ფოსილები ანუ ნამარხები არის წარსულში მცხოვრები მცენარეებისა და ცხოველების შენარჩუნებული კვალი ან ნაშთები, რომლებიც ქვებშია ჩამალული. ისინი წარმოიქმნება მაშინ, როცა ორგანიზმის ნაწილი, მაგალითად ძვლები, კბილები, ნიჟარები, ფოთლები, ფეხის კვალი და სხვა მიწაში მოხვდება და დროთა განმავლობაში მინერალებით იცვლება, ან კვალი მკვეთრად აღიბეჭდება ქანებში. ფოსილების წყალობით მეცნიერები სწავლობენ, როგორები იყვნენ უძველესი ორგანიზმები, როგორ ვითარდებოდა სიცოცხლე დედამიწაზე, ევოლუცია, როგორი კლიმატი და გარემო პირობები არსებობდა მილიონობით წლის წინ. არსებობს ფოსილების სხვადასხვა ტიპი. ნაშთური ფოსილები, რეალური ძვლები, კბილები, ნიჟარები. კვალი ფოსილები, ფეხის კვალი, ბილიკები, ბუდეები, სოროები. გამომჯდარი ფოსილები, როცა ნარჩენი მთლიანად მინერალებითაა ჩანაცვლებული. ფოსილები, ეს არის ორგანიზმების ნაშთები ან მათი აქტივობის კვალი, რომლებიც ძველი გეოლოგიური ეპოქებიდანაა შემონახული და დღემდე ქანებში გვხვდება. ისინი წარმოიქმნება სპეციალური პროცესებით, რომელსაც ფოსილიზაცია ეწოდება. ფოსილიზაციის ძირითადი მექანიზმები. პერმინერალიზაცია, როცა წყალში გახსნილი მინერალები ავსებენ ძვლის ან ხის ფორებს. შედეგად ნაშთი მტკიცდება და ქანდება. ჩანაცვლება, როცა ორგანული მასალა მთლიანად იცვლება მინერალებით, მაგალითად კვარცით ან კალციტით. კარბონიზაცია, როცა მხოლოდ ნახშირბადის თხელი ფენა რჩება, ხშირია ფოთლებისა და რბილი ქსოვილების შემთხვევაში. შენახული კვალი, ტალახში ან ქვიშაში დარჩენილი ნაკვალევი, გვირაბი, კვერცხის ნაჭუჭი, რომლებიც შემდეგ ქანებში ფიქსირდება. ემბამბულაცია, შენახვა, როცა მწერები ან მცენარეები ფისში ინახება, რომელიც შემდგომში ქარვად, ამბრად იქცევა. ფოსილების მნიშვნელობა მეცნიერებაში. პალეონტოლოგია მათზეა დაფუძნებული, ფოსილების შესწავლით იგებენ, როგორ ვითარდებოდა სიცოცხლე. ბიოსტრატიგრაფია, ფოსილები გვეხმარება ქანების ასაკის დადგენაში. მაგალითად, ამონიტები მეზოზოური ზღვების ინდექსური ფოსილებია. პალეოეკოლოგია, მათი საშუალებით აღდგება ძველი ეკოსისტემები და კლიმატური პირობები. მაგალითები: დინოზავრის ძვლები და კვალი, ტრილობიტები, ამონიტები, ქარვაში შენახული მწერები, მცენარეთა ფოთლების ანაბეჭდები. ფოსილები ერთ-ერთი მთავარი საბუთია ევოლუციისა და დედამიწის გეოლოგიური ისტორიის შესასწავლად. ფოსილების მთავარი კლასიფიკაცია. ნაშთური ფოსილები, ძვლები, კბილები, ნიჟარები, მცენარეთა ნაწილები, ფოთლები, ხის ტოტები, კვალი ფოსილები, ფეხის კვალი, გვირაბები, სოროები, კვერცხები და ბუდეები, ნადირების კვალი, ნაკბენი, ქიმიური ფოსილები, ორგანული ნაერთების ნარჩენები, მოლეკულური კვალი, ბიომარკერები, ლიპიდები, პიგმენტები, სპეციალური შენახვის ფორმები, ქარვაში დაცული ორგანიზმები, ტარასკინულში შენახული ნაშთები, კარბონიზებული ფენები, ნახშირბადოვანი ანაბეჭდები. მოკლედ, ნაშთური ფოსილები გვიჩვენებს ორგანიზმის ფიზიკურ ნაწილებს. კვალი ფოსილები, მის ქცევას და აქტივობას. ქიმიური ფოსილები, მოლეკულურ დონეზე არსებობის კვალს. სპეციალური შენახვები, განსაკუთრებული შემთხვევები, როცა დეტალები თითქმის იდეალურადაა შენარჩუნებული. გამოიწერეთ და გააზიარეთ გეოკორის არხი, რათა მეტმა გაიგოს გეოლოგიის შესახებ. დასვით შეკითხვები ან გვითხარით თემა გეოლოგიაზე, რომელიც თქვენთვის უფრო საინტერესოა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც გავიგებთ რა არის ქანთა წრე.